გობის უდაბნოდან ბიზანტიის ბაზრებამდე გადაჭიმული აბრეშუმის გზის მრავალფუნქციური მარშრუტი საუკუნეების წინ ადამიანებს შორის ვაჭრობის, კულტურის, ცოდნისა და მეცნიერების გავრცელების საშუალება იყო. სწორედ ეს გზა გახდა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობისა და დიალოგის საწყისი. დღეს ეს უძველესი მემკვიდრეობა ახალ სიცოცხლეს იძენს. სტრატეგიული სავაჭრო დერეფანი ჩინეთიდან იწყება და ცენტრალური აზიის, კასპიის ზღვის და სამხრეთ კავკასიის გავლით ევროპას უკავშირდება. კონტინენტებით დაკავშირებულია მნიშვნელოვანი ლოჯისტიკური ჰაბებით საქართველოში, ყაზახეთსა და აზერბაიჯანში, სადაც შუა დერეფნის სავაჭრო ოპერაციები თანამედროვე საზღვაო, სარკინიგზო და საგზაო ინფრასტრუქტურასა და ტექნოლოგიებს ეყრდნობა. ციფრულ ეპოქაში ფინანსური ტექნოლოგიები ვაჭრობის ახალი მამოძრავებელი ძალა გახდა. თანამედროვე ფინანსური ინსტრუმენტები ცვლის საქონლისა და კაპიტალის მოძრაობის მექანიზმებს, ახალიბებს უფრო გონიერ სავაჭრო ეკოსისტემას და ამავდროულად ტრანზაქციებში სანდოობას, სისწრაფესა და გამჭვირვალობის ინტეგრირებას ახდენს. ჩვენი ქვეყანა თავისი სტრატეგიული მდებარეობით შუა დერეფნის ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრშია. საქართველოს ფინტექის განვითარების სტრატეგია ფინანსური ინოვაციებით რეალური ეკონომიკის ტრენდების ხელშეწყობას ისახავს მიზნად, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობას. ეს პროცესი მხოლოდ ეროვნული ბანკით არ შემოიფარგლება. იგი საჯარო უწყებების, კერძო სექტორის, ინოვატორებისა და საერთაშორისო პარტნიორების ერთობლივი ძალისხმევას საჭიროებს, რათა რეგიონში თანამედროვე და კონკურენტუნარიანი ფინანსური ეკოსისტემა ჩამოყალიბდეს. შედეგად ვიღებთ შუა დერეფანს როგორც თანამედროვე ციფრული აბრეშუმის ტრანსფორმირებულ გზას. ეს მომავლის პლატფორმაა, ისტორიით ნაკარნახები მისია საერთაშორისო ვაჭრობასა და ტექნოლოგიური მომავლის განსასაზღვრად. აბრეშუმის გზა აზიიდან ევროპაში მხოლოდ მარშრუტი არ არის. დღეს ეს უკიდეგანო შესაძლებლობების მაგისტრალია ციფრულ სამყაროში.